სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის წვის მავნე პრაქტიკა. მოსავლის აღების შემდეგ ზოგჯერ ფერმერები ნაკვეთებში ცეცხლს თვითნებურად აჩენენ, რათა მიწის დამუშავება ნაკლები დანახარჯით შეძლონ. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს საფრთხილებს, რომ ეს კანონით დასჯად იქმედება და 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. მათივე განმარტებით სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე ნარჩენის დაწვა საფრთხეს უქმნის ქარსაცავ ზოლებს და ახლო მდებარე ინფრასტრუქტურას. იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებასა და საბოლოოდ მის დეგრადაციას. საზაფხულო სამუშაოების პარალელურად გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კონტროლს ამკაცრებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ღია წესით მცენარეული ნარჩენის გადაწვასთან დაკავშირებით. იმის და მიუხედავად, რომ ყოველწლიურად გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან ხდება მოსახლეობის გაფრთხილება, აღნიშნული ქმედება განმეორებადია. შესაბამისად, მოუწოდებთ საზოგადოებას თავი შეიკავონ აღნიშნული ქმედების განხორციელებისგან, რადგან ძალიან დიდი ზიანის მომტანია გარემოსთვის, ასევე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დამატებით დაწესებულია საჯარიმო სანქციები ადმინისტრაციულ-სამართალდამხმართა კოდექსის შესაბამისი მუხლი, რომელიც ღია წესით წვაზე მოიაზრებს 500 ლარის ოდენობის საჯარიმო სანქციას. მიუხედავად ამისა, კონკრეტული ფაქტიდან გამომდინარე, შესაძლოა საჯარიმო სანქცია გაიზარდოს ზიანიდან გამომდინარე.